კაბინეტია. ექი მოკითხო. როგორ მოვიქცე? რაღაცის დასუსტება მართლა. პოდაგრული ართრიტი ის გახლავთ ართრიტის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, კონკრეტულად კი პურინული ცვლის დარღვევით, რაც თავის მხრივ განპირობებულია ორი მექანიზმით. ერთის მხრივ ეს არის პურინების ჭარბი პროდუქცია ორგანიზმში, ხოლო მეორეს მხრივ პურინების ორგანიზმიდან გამოდევნის, ანუ ელიმინაციის პროცესის შეფერხება, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია თირკმელების ამა თუ იმ პრობლემით. რაც შეეხება პოდაგრული ართრიტისთვის დამახასიათებელ სიმპტომატიკას. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები სხვა ტიპის ართრიტებისგან მკვეთრად განსხვავდება, ვინაიდან აღმოცენდება მოულოდნელად, ტკივილი არის ძლიერი ინტენსივობის, ძირითადად ის აღმოცენდება ღამის საათებში, მოსვენებულ მდგომარეობაში. ამ ტკივილის აღმოცენებას დროთა განმავლობაში თან ერთვის შემდეგი ცვლილებები, ეს გახლავთ სახსრის შესიება, შეწითლება, ადგილობრივად ტემპერატურის მატება და რა თქმა უნდა მოძრაობის ამპლიტუდის მკვეთრი შეზღუდვა დაზიანებულ სახსარში. მწვავე პოდაგრული ართრიტის შეტევისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი სახსარი გახლავთ ტერფის პირველი თითი, უფრო კონკრეტულად პირველი თითის წინატერფ ფალანგთა შორისი სახსარი, თუმცა ქრონიკული პოდაგრისთვის უკვე შესაძლოა პროცესში ჩაერთვოს სხვა დამატებითი სახსრები, როგორც წვრილი, ასევე მსხვილი სახსარი. პოდაგრული ართრიტის შეტევის და ზოგადად პოდაგრული ართრიტის დიაგნოსტირებისათვის გამოვიყენებთ როგორც ლაბორატორიულ, ასევე ინსტრუმენტალური კვლევის მეთოდებს. ლაბორატორიული კვლევის მეთოდებიდან ყველაზე სპეციფიური გახლავთ შარდჟავის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში, ასევე კრეატინინის განსაზღვრა, ვინაიდან ვიცით, რომ თირკმელების პრობლემებით საფუძვლად უდევს მეტნაკლებად ამ დაავადების განვითარებას და სხვა ისეთი არასპეციფიური მარკერების, როგორიც არის რეაქტიული ცილა, რემატოიდული ფაქტორი, AIDS და ასე შემდეგ. რაც შეეხება ინსტრუმენტალური კვლევის მეთოდებს, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ულტრასონოგრაფიულ კვლევას, რის მეშვეობითაც ვაფასებთ სახსას, მის ირგვლივ მდებარე რბილ-ქსოვილებს, მყესიეგოვან აპარატს, ანუ სახსარში შემავალ მიკროსტრუქტურებს და რა თქმა უნდა, ვიყენებთ ასევე რენტგენოლოგიურ კვლევას. თუმცა მწვავე პოდაგრული ართრიტის შეტევის დროს რენტგენოლოგიურად არ ველით რამე კონკრეტულ ცვლილებებს განსხვავებით ქრონიკული ართრიტისა. ასევე მინდა ხაზი გაესვას სახსარში და პუნქციას, ანუ სახსრე ხრუდან სინოვიალური სითხის შესწავლას, ასპირაციას და მიღებული ამ ასპირატის პოლარიზებული მიკროსკოპის ქვეშ შესწავლას, რაც გვეხმარება ასევე ამ დაავადების დიაგნოსტირებაში, ვინაიდან თუ კი მიღებულ ასპირატში მოხდა დეტექცია შარდმჟავა კრისტალების, ეს უსათუოდ გვიდასტურებს ჩვენ პოდაგრული ართრიტის დიაგნოზს. რაც შეეხება პოდაგრული ართრიტის მკურნალობას, ის განსხვავებულია მწვავე და ქრონიკული პოდაგრის შემთხვევაში. მწვავე პოდაგრული ართრიტის მკურნალობის დროს ძირითადად შემოვიფარგლებით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით, ხშირ შემთხვევაში სწორედ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს გამოვიყენებთ, თუმცა ასევე შეიძლება გამოვიყენოთ მაგალითად ადგილობრივად ჰორმონის ინიექცია სახსარში, მაგალითად ან კიდევ ხანმოკლე თერაპია, ჰორმონოთერაპიის თუ კი ტკივილის ინტენსივობა არის საკმაოდ ძლიერი და არასტეროიდებით ვერ ხდება ამ ტკივილის მართვა. რაც შეეხება ქრონიკული ართრიტის შემთხვევაში, პოდაგრული ართრიტის შემთხვევაში, აქ უკვე ბაზისური თერაპია საჭირო და ძირითადად გამოვიყენებთ იმ ჯგუფის პრეპარატებს, რომელიც ერთის მხრივ თრგუნავს პურინების ჭარბპროდუქციას, ხოლო მეორეს მხრივ გვეხმარება, რომ შედარებით მარტივად მოხდეს მათი გამონთავისუფლება საშარდე სისტემის მხრიდან. პოდაგრული ართრიტის შეტევის პრევენცია და ზოგადად პრევენცია პოდაგრული ართრიტის შესაძლებელია, ვინაიდან ეს არის დაავადება, რომელიც პირდაპირ მჭიდრო კავშირშია ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან. ჩვენ თუ მოვახერხებთ სწორ მენეჯმენტს ამ ნივთიერებათა ცვლის, რაც გამოიხატება მკაცრი დიეტით, აპურინული დიეტის დაცვით, რაც გულისხმობს პურინებით მდიდარ, პურინებით გაჯერებული საკვები თუ სასმელი პროდუქტების შეზღუდვას, შესაბამისად გვექნება garantiro თავიდან ავიცილოთ მაგალითად პოდაგრული ართრიტის შეტევა.
პირდაპირ კორელირებს კარგი მენეჯმენტი ამ დაავადების დროული ეფექტური მართვა მის პროგრესირებასთან და ესეთ მომავლის ხედვებთან, ესე ვთქვათ, ვინაიდან დროული ეფექტური მართვა თავიდან აგვარიდებს პირველ რიგში ყველა იმ გართულებებს, რასაც შეიძლება ველოდოთ ამ დაავადებისგან. მეორე ის არის, რომ მკვეთრად შემცირდება შეტევათა სიხშირე და რა თქმა უნდა, უშუალოდ ეპიზოდის, ანუ შეტევის ეპიზოდის მართვაც ექიმისთვის ბევრად მარტივია, რაც ქრონიკული არანამკურნალები პოდაგრული ართრიტის შემთხვევაში ცოტა გვიჭირს ხოლმე, ვინაიდან ქრონიკული პოდაგრული ართრიტის დროს შეტევათა სიხშირე ვიცით, რომ იზრდება, შეტევათა შორის ინტერვალის მცირდება და თვითონ ერთი შეტევის ეპიზოდი დროში წელვადია, განსხვავებით მწვავე პოდაგრული ართრიტის შეტევისგან, რომელიც შეიძლება რამდენიმე საათიდან სულ რამოდენიმე დღემდე გაგრძელდეს და ასევე ძალიან მარტივად უკუპირდეს მედიკამენტოზური ჩარევის გარეშეც.